მოგესალმებით, კოლეგებო. კვორუმი გვაქვს შესაბამისად განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას გახსნილად ვაცხადებ. მიმდინარე კვირაში ჩვენ გვაქვს განსახილველი ერთი საკითხი, რომელიც გუშინ ბიუროზე იქნა წარდგენილი ჩემი ბატონი გიორგის და ბატონი გიორგის ინიციატივით და ის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. შესაბამისად დღის წესრიგი ითვალისწინებს ეს ერთ საკითხს, ეს არის ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განხილვა. გთხოვთ დღის წესრიგი დავამტკიცოთ, ვინ არის მომხრე. მადლობა, ერთხმად არის დამტკიცებული. მომხსენებელი მე გახლავართ, შესაბამისად მე წარმოგიდგენთ საკითხს. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის თაოსნობით დაანონსა მასშტაბური ინფრასტრუქტურული საქმიანობა, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს რამდენიმე ასეული სკოლის ახლიდან მშენებლობასა და სრულ რეაბილიტაციას, ასევე გულისხმობს ასეულობით საბავშვო ბაღისა და ბაღის ასევე მშენებლობასა და რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღების საკითხი, როგორც ესე ვთქვათ, დაქვემდებარებით არის მუნიციპალური ხასიათის, ასევე ინფრასტრუქტურული განხორციელების თვალსაზრისით ექვემდებარება ყოფილ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, ახლა უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტროს. და მასში არის მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო ხასიათის ძალიან ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. ამიტომ ახალი პარლამენტის მოწვევის შემდეგ მთავრობაში გაჩნდა მოსაზრება, როდესაც მთავრობას ნდობა გამოუცხადეთ ჩვენ ახალი შემადგენლობით, გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი ერთიან სისტემაში ყოფილიყო მოყვანილი და გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი თავისი შინაარსობრივი დატვირთულობიდან გამომდინარე ძირითადად სწორედ ფუნქციურად ამ საკითხებზე არის ორიენტირებული და მას ყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომელიც სწორედ სპეციალიზირდება სამშენებლოს არემონტო სამუშაოების ზედამხედველობაზე და მსგავსი ესე ვთქვათ ღონისძიებების განხორციელების კონტროლზე. ამიტომ იქნა ესე ვთქვათ განვიხილეთ ეს საკითხი და ეს საკითხი იქნა შეჯერებული რა თქმა უნდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდეს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება სწორედ ერთ-ერთი მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ეს სტრუქტურა რომ გაუქმდეს და ფუნქციურად ის საკითხები, რომელიც მშენებლობასთან და სრულ რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული, გადაეცეს ინფრასტრუქტურას. ასევე გარკვეული სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობას ვაძლევთ უფლებამოსილების დელეგირებას იმის თაობაზე, რომ განსაზღვროს ეს საკითხი კვლავაც სამინისტროს დაუტოვოს გარკვეული სტრუქტურის სახით, ეს მისცეს რეგიონულ სამინისტროს, რომელიც გამოეყოდა ცალკე ჩამოყალიბდა და თუ ეს თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული. ამიტომ მოცემული ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში სწორედ ამ საკითხებს ეხება და შესაბამისად მე ახლა მუხლობრივად არ წავალ, იმიტომ რომ ეს მეორე მოსმენის კონტექსტში არის და ერთი მომენტი რაც არის, რომ მოცემული ცვლილებები უნდა შევიდეს ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან. ეს არის ძირითადი კონტექსტი იმ საკითხისა, რომელიც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი. ჩვენ გუშინ ბიუროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ წამყვანი კომიტეტის მიერ იქნას ეს განხილული. შესაბამისად წარმოგიდგინეთ საკითხი და მზად ვარ, რომ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. გისმენთ ბატონო ლადო.
მოგესალმებით კოლეგებო, მადლობა. ბატონო გივი თქვენთვის როგორც ინიციატორთან მაქვს შეკითხვა ვადასთან დაკავშირებით აქ კანონპროექტში 1 სექტემბერი არის და ხომ არ ქონდათ კონსტატაცია განათლების სამინისტროსთან ან შესაბამის უწყებასთან იქნება არის რამე ისეთი მიმდინარე პროექტები მით უმეტეს ახლა ყველაზე კარგი პერიოდი ასე ვთქვათ რემონტებისთვის, რეაბილიტაციებისთვის ხომ არ შეიძლება რომ მიმდინარე პროექტებს ხელი და ხომ არ ფიქრობთ რომ შეიძლება უმჯობესი იყოს რომ ეს ვადა 1 სექტემბერი გადაიწიოს ან 2 თვით ან 3 თვით რა მოსაზრება გექნებათ? დიდი მადლობა ბატონ ლადო ამ შეკითხვისთვის, მართლაც აქტუალური შეკითხვა არის. ჩვენ გქონდა გასულ დღეებში ძალიან აქტიური კონსულტაცია მინისტრთან, მინისტრის მოადგილეებთან, ესიდას ხელმძღვანელობასთან, სწორედ იმ სტრუქტურულ ერთეულის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ამ საკითხს კურირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფაქტორს ვითვალისწინებთ და ვიხილავთ. ამიტომ პირველი მოსმენისთვის ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომ რაიმე პროცესი არ დაზიანდეს და შესაბამისად თუ კი რაიმე ასე ვთქვათ საჭიროება გაჩნდა, მეორე მოსმენა ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ კი ამის საჭიროება იქნა, ასე ვთქვათ ამ ცვლილებების ამოქმედება შეიძლება მცირე ვადით გადავავადოთ, თუმცა საერთო კონტექსტში აბსოლუტურად ვიზიარებ და სწორედ ამიტომაც ვარ ერთ-ერთი ინიციატორი ამ ცვლილებების, რომ მნიშვნელოვანია რომ დიდი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები ერთიან ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში იყოს, რაც კოორდინაციის და უფრო ეფექტიანობის კომპონენტს გაზრდის, თუმცა როგორც გითხარით, საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ რემონტების თემა იქნება ეს ასე ვთქვათ მცირე ხასიათის ნაწილობრივ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხები, რომელიც ესიდას კომპეტენციაში იყო, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტი იქნება თუ თავისი დადგენილებით ვის გაუკეთებს დელეგირება შესაძლებელია ამ შემცირებული ფუნქციით სამინისტროს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემადგენლობაში გარკვეული დამატებითი სტრუქტურული ერთეული გაჩნდეს, ან ეს გადაეცეს რეგიონულ სამინისტროს, ან შეიძლება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე იქნეს ასე ვთქვათ დეცენტრალიზაციის კონტექსტში დელეგირებული ეს უფლებამოსილება, თუმცა გეტყვით რომ ჩვენ სრულად ვართ ჩართული ამ პროცესში და მიზანი არის რომ მაქსიმალურად ეფექტიანობა იქნეს შენარჩუნებული. თქვენ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეთ რომ ახლა ის პერიოდია რომელიც როგორც ამინდის პირობებიდან გამომდინარე ასევე იმ კონტექსტის გათვალისწინებით რომ სკოლებმა დაამთავრეს დაასრულეს სასწავლო და შენობები დაცლილია, რაც ასე ვთქვათ არ იწვევს გარკვეულ დისკომფორტს, რომ პროცესი სარემონტო სამუშაოების არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესის პარალელურად, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. ჩვენ ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვამბობ და ვადასტურებ, რომ კონსულტაციებს ვაგრძელებთ და იმ შემთხვევაში თუ კი კონკრეტული საჭიროება გაჩნდება, ჩვენ მეორე მოსმენის ფორმატში შეგვეძლება ცვლილებების ვადის ამოქმედების თარიღის კორექტირებაც. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი პირველი მოსმენით დამტკიცდება დღეს კომიტეტზე და ხვალ პლენარულ სესიაზე, ზეგ ჩვენ ხუთშაბათს უკვე გვექნება დილით კომიტეტის მეორე მოსმენა და შემდეგ პლენარული და პლენარულ ხდომებს შორის გაკეთდება შესვენება, სადაც უკვე მესამე მოსმენით განვიხილავთ და ზეგვე დავამტკიცებთ ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით. დიახ ბატონ ლადო. დიდი მადლობა. ვიცი წინამოსამზადებელი სამუშაო როგორ ინტენსიურად მიმდინარეობდა, რასაკვირველია ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება რომ ამ რესურსების თავის მოხრა მოხდება ერთი მიმართულებით და ეს უფრო გაადვილებს დაწყებული საქმის კონტროლს, მონიტორინგს და საბოლოო პროდუქტის მიღებას. მე ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. წლის
ბიუჯეტში გათვლილი იყო, დათვლილი იყო ყველა ეს სამუშაოები და კალკული მოცულობები, საფინანსო მოცულობები არის აღწერილი შესაბამის გრაფებში. ეხლა ეს ამის კორექტირება მოხდება თუ პირდაპირ გადავა უცვლელად ეს გადაყვება. აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მის საკითხი რაც ბატონმა თქვა რომ წვეთადვით არ უნდა მოხდეს დაწყებული საქმეების და ისინი ამას ბოლომდე ჩააბარებენ იმ ვალდებულებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს, სამუშაოები ხوار გაჩერდება. მინდა რომ ყველა დაწყლარდეს, არავინ არ ენერგიულოს და თავარია რომ ახალი ამოქმედების ვადიდან რასაკვირველია მე ვფიქრობ, მაინც რომ ფინანსური უზრუნველყოფის კორექტირებას მოითხოვს და ამაშიც ჩვენ ვიქნებით ჩართულები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის კომპონენტი არის არსებითად მნიშვნელოვანი. ცალსახად მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა ის თანხა, რაც ბიუჯეტით გამოყოფილი იყო ახალი სკოლების მშენებლობაზე და ასე ვთქვათ, არსებული სრულ რეაბილიტაციაზე, ბოლო თეთრამდე, რაც კი გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტში, მთლიანად გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში, ხოლო იქიდან გამომდინარე კანონის ამოქმედების ვადამდე, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვიწერია, რომ კანონის ან ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მთავრობამ თავისი დადგენილებით უნდა განსაზღვროს თუ ეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების კონტექსტში რომელი სახელმწიფო უწყება იქნება პასუხისმგებელი, ამის მიხედვით მოხდება შესაბამისი თანხების გადანაწილება. ეს შეიძლება დარჩეს ისევ და ისევ სამინისტროში, ეს შეიძლება გადაეცეს რეგიონულ სამინისტროს, ან შეიძლება გადანაწილდეს მუნიციპალიტეტებზე იმ პრიორიტეტების მიხედვით, რომელიც განსაზღვრული არის და ამ კუთხითაც მინდის მუშაობა. მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს და ესიდას აქვს დეტალურად ინფორმაცია 2093-ვე სკოლაზე საქართველოში, თუ რა საჭიროებების წინაშე დგანან, იქიდან სამინისტროსთან, ჩვენთან მონაწილეობით, პარლამენტის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით დაპრიორიტეტებულია კონკრეტული სკოლები, სადაც გარკვეული სარემონტო სამუშაოები უნდა წარიმართოს და შესაბამისად თუ რომელ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის ეს რეგიონებში ქალაქებს თუ თბილისის შემთხვევაში ქალაქის გამგეობებს, იმ შემთხვევაში თუ კი ამ თანხების დეცენტრალიზების გადაწყვეტილება იქნება მთავრობის მიერ მიღებული, აღნიშნული თანხებით შესაბამისი ხარჯსაღრიცხვების კვალობაზე იქნება გადანაწილებული იმისთვის, რომ ეს სამუშაოები განხორციელდეს. ამიტომ აქაც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენი ჩართულობა და იგივე საზედამხედველო ფუნქცია იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყურადღებით ვიყოთ, რომ ოპერატიულად მოხდეს ეს პროცესები და რაიმე გაწელვას არ ქონდეს ადგილი, ხელოვნურს კი არა შეიძლება აი ამ პროცესებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ჩართული უნდა ვიყოთ ყურადღებით ბოლომდე და კომიტეტის თვითოულ წევრს მინდა ვთხოვო, რომ აქტიურად მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა, იმისთვის რომ არ დაგვეკარგოს დრო და ის საქმიანობა, რომელიც დაგეგმილი არის, ბოლომდე იყოს განხორციელებული და მიყვანილი. სხვა შეკითხვები, კოლეგებო? დიდი მადლობა, თქვენს ნებართვით საკითხი განხილულია. მაშინ რადგანაც დღის წესრიგით სხვა საკითხი არ გვაქვს ჩვენ განსაზღვრული, კენჭისყრაზე ვაყენებ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროექტს. პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე? ერთხმად არის მიღებული, ამიტომ აღარ ვაცხადებ წინა ტექსტს და თავი შეიკავა. დიდი მადლობა, საკითხი მიღებულია. ამით დღევანდელი სხდომა დავასრულეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით განხილვა გვექნება ზეგ ხუთშაბათს სტილით, აპარატი მოიწერება ზუსტ დროს აქ სათათბიროში და სესიებს შორის შესვენებაზე გვექნება ასევე მესამე მოსმენა. დიდი მადლობა.